მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო, ვაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის პატარა ისტორიის მეორე ნაწილს, ახლა კი დავიწყოთ. შინაარსი. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი შეიძლება პირობითად დაიყოს ორ ნაწილად. პირველ ნაწილში მოკლედ არის გადმოცემული საქართველოს ისტორია და ახლო წარსული, ქართველი ხალხის მდგომარეობა და მათი სურვილი, საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის შექმნისა, ხოლო მეორე ნაწილში კი მოცემულია საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ გამოცხადებული დებულებები. დამოუკიდებლობის აქტში არაა მოცემული საქართველოს საზღვრები, რამდენადაც სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვრების გამიჯვნა მომხდარი არ იყო და არსებობდა სადავო ტერიტორიები მეზობელ სახელმწიფოებთან. მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. მე-18 საუკუნის დასასრულს ყოველ მხრივ მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავისნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა. რუსეთის დიდის რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია. დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვითიდვეს თავის საკუთარ საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებით შეჰქმნეს, მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა. ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ამის და თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ აცხადებს. ამიერიდან საქართველოს ხალხის სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველოს სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს. დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე. დამოუკიდებლობის აქტის დადასტურება. 1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, როგორც ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლობითმა ორგანომ დაამტკიცა დამოუკიდებლობის აქტი. მიღებული დოკუმენტი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილია საქართველოს დამოუკიდებლობა, მეორე კი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. პირველ ნაწილში მოთხრობილია, თუ როგორ აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრება და როგორ ადასტურებს იგი საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ გამოცხადებულ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. საქართველოს დამფუძნებელი კრება, არჩეული პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ორივე სქესის მოქალაქეთა მიერ, თავის პირველ სავეს ხდომაზე, 1919 წლის მარტის 12 ქვეყნისა და ისტორიის წინაშე აღიარებს, რომ ის სავსებით იღებს და ადასტურებს საქართველოს ეროვნულ საბჭოს მიერ 1918 წლის 26 ნაშუადღევის 5 საათსა და 10 წუთი თბილისში გამოცხადებულ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ აქტს. მეორე ნაწილი კი 1918 წელს მიღებული აქტის ტექსტს იმეორებს. აქტის დამტკიცება კინოფილმზე გადაიღო გერმანე გოგიტიძემ. დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი პირი საქართველოს ხელოვნების სასახლეს ცნობილმა მუსიკოსმა ანზორ ერქომაიშვილმა 2016 წელს გადასცა. მან ეს ძვირფასი რელიკვია მე-20 საუკუნის 70-იან წლებში მაღალი რისკის ფასად პარიზიდან ჩამოიტანა საქართველოში და საბჭოთა რეჟიმის გამოდითხანს საიდუმლოდ მალავდა. მეორე ნაწილის დასასრული, ამით დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის პატარა ისტორია. გმადლობთ მშვიდი და საინტერესო მოსმენისთვის და ემშვიდ და ძლიერ ერთიან საქართველოში გეცხოვროთ სრულიად ქართველობას.